Dirpaso mega მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ნიკა მელია. გამარჯობა. მოგესალმებით ბატონ ნიკა, ესე იგი მე სპეციალურად მოგიწვიეს სანამ შენ თვითონ გამოარღვევდი ეს კორდონს, ხო ეს ხო დაცვა მიყენია იქ რაღაცა მესაზღვრეები მყავს ჩემი. დრიბლინგი. მანამდე მოგიწვიე სტუმრად, იმიტომ რომ ამ კვირაში ძალიან აქტუალური თემები ტრიალებს შენს გარშემო და ზოგადად პარტიის გარშემო. ხო არის ესე? როდის არ ტრიალებს? რა არ ტრიალებს ჩვენ თავს რო? კი ბატონო, რა ხდება უკრაინაში? შენ არ აპირებ ჩასვლას? პრინციპში ჩამოდის უკვე მეგონი და იქით რა. ნუ ლაპარაკობ ეგეთ რაღაცებს. ნუ ლაპარაკობ, თორე ხო ხედავ ნერვიულობს ხალხი და არ შეიძლება დიდი ამბებია. საყველიეში მოკლედ ნუ ახლა პოროშენკოს უნდა რომ უკრაინიდან წამოვიდეს მიშა ივანიშვილს არ უნდა რომ ჩამოვიდეს საქართველოში იქ კიდე ვიღაცას უნდა რომ მიშა დაეჭირონ მაგრამ ნუ ახლა თავარია მიშას რა უნდა ასეთი ვითარება შეიქმნა ო არა ნახოთ ანუ ესე იგი შენ არ უნდა ეხლა როგორ გითხრა ასავალ-დასავლეთის ენაზე გითხრა გინდა არ უნდა ჩახვიდე ჩაშავდე ჩაბნელდე ანუ არაფერი არა ის ჩამოშავდება ჩამოვა შემოიჭრება კი ბატონო ერთი თემა მინდა ამოვწუროთ ამაზე საუბარი თუ არა ნუ რა ეხლა უცნაურია ძალიან ეხლა მთელი ერთი ჩვენი გამაგრებელი სასველი ბატონო სიამოვნებით დიეტური არ არის ალბათ ყველანაირია ნუ რა ხდება ეხლა ყველა აკეთებს უცნაურ განცხადებებს ქართულ ოცნებაში რომ ნუ წარსულია რასო ამოვიდა ბატონო ასო რა ამოვიდა ბინა შეიძლება ასო მ ასო ბიმა ეს განცხადებები ხო კეთდება მაგრამ აი წარსულია თალაკვაძემ გააკეთა ანუ იქ ბესელიამ ყობახიძე ნუ წარსული ხა მანამდე კიდე შეიძლება ეხა ვიღაცა მოეტყვილებიათ და დაეჯერებია ვინმეს რომ მართლა წარსულია მაგრამ ეხა როდესაც პირდაპირ ეთერში ხედავ რომ შემოიჭრა მოატყვილა იქ 1 2 3 და აღმოჩნდა ლობში და მაინც იძახი ეხა წარსულია ნუ ეხა ეგ გაუგებარია ნამდვილად იმ დღის გრაფიკი რო ავიღოთ ეხა აი რას აკეთებდა მაგალითად მიშა ხო და რას აკეთებდა მაგალითად ყობახიძე ხო აი მარტივად თავი დავანებოთ მანამდე დილი 9 საათზე ხე შეიძლება მიშამ გაიღვიძა ისაუზმა ევროპარლამენტარებთან მერე პოლონეთის პრეზიდენტმა დაურეკა მერე მიშამ გადაურეკა ევროკავშირის პრეზიდენტს მერე ჩაჯდა ავტობუსში მერე მატარებელში გადაჯდა მერე ჩამოვიდა მატარებლიდან და ნუ პასპორტო შემოვიდა ხო ეს რო დაინახე მაინც იგივე სიძახი მაშინ როდესაც შენი დღის გრაფიკი იწყება ასე იღვიძე ანუ ყობახიძე 9 საათზე ურეკავს ხალოტონ ენძელას ალბათ იქ მერე მიდიხარ პარლამენტში ბატონ ვოსკის და ხალოტონ ბესელიას ესაუბრები და მერე ხედავ 9 საათზე რომ შემოვიდე და ამის შემდეგ მაინც იგივე სიძახი ნუ ახლა არ ვიცი ახლა ფაქტია რომ მიშა ჩავიდა ლვოვში ძალიან ტკბილად დაიძინა და ნუ უკვე მეოთხე დღეა ბატონ ყობახიძეს აღარ ზინავს და ახლა არ ვიცი აი ხა მიშას ისეთი არ გამოგვივიდეს ახლა პიარში არ ჩაგვეთვალოს რომ ხო ხტები რა ყველა ამაზე საუბრობს ახლა კაი გასაგები მოდი გადავიდეთ ესე იგი მერის და თვითმმართველობის არჩევნებზე როგორი შემართებით არის თვითონ ზალიკო დღითი დღე უმატებს და უმატებს ხო თუ კიდე ადიოდა 5 საათი 6 საათი ხა გადის ნუ გაცილებით მეც და ნუ დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მაგარი შედეგი იქნება და ეს ვინ მოიფიქრა ეს საარჩევნო ეს სლოგანი რატომ ზალიკო იმიტომ იგივენაირად შეგიძლია რა შენს გააკეთო შენს ხო იყრიბეს ხო რატომ ნიკანორი ხო შეიძლება მაგრამ ნუ ეხა რატომ ზალიკო ეს ძალიან ავირჩიოთ კი არა ზოგადად რატომ ნიკანორი რატომ ქვია ნიკანორი რა ნიკანორი აი ზეკითხვა რა ესეთი კაი აშკარად დარწმუნებული ხართ გამარჯვებაში იმდენად დარწმუნებული ხართ რომ უკვე თქვენი პარტიის წევრები მონაწილეობენ უკვე სხვა პარტიის ძალიან უცნაურია ხა წარმოიდგინეთ ეხა მე ეს ამოხსენი რატო კეთდება ეხა ნუ იმიტომ რომ ყალაძე ეთყობა პიარ ჯგუფმა დაგეგმა განგებ ესეთი სტრატეგია
სხვანაირად დაეგიგოთ, ანუ ყველა ხედი, რომელიც მის უკან აღმოჩნდებოდა თბილისში, არის ხა ჩვენ დროს გაკეთებული. და აქეთ გამომდინარე, დაგეგმეს, რომ კალაძეს ეს სელფები და აი ეს კლიპები რატომ ჩემი ხვა კახი კალაძეს, მაგრამ აქ ეხა გასაგებია, რომ შეიძლება კალაძეს ხარდაჭერი არ იყო და ჩაგეწეროს. შემოგეწეროს. ხო? მაგრამ როდესაც ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერს კი არ ჩაწერს. პირდაპირ პოლიტიკური საბჭოს წერს. ბატონი ვახტანგ ლემონჯავა, ანუ იცნობდეთ რა, მეორე ესეთი ნაციონალი არ არსებობს. პრაქტიკულად გერბია ნაციონალური მოძრაობის სახში თავის ასე ვთქვათ კორპუსის მიმდებარედ ვარჯიშობდა და მივიდნენ ჩაწერის რა. ეხა პირველი რეაქცია ეხა რო შევხედე, დაუშვი ეხა 0.1% მაინც ეხა საი როცა ეხა ბოკერია ეხა ის წავიდა ეხა პირდაპირ ბატონი ვახტანგი რო დავინახე კალაძეს კლიპში ხა რა უნდა მეფიქრა, ხო? ამიტომ წავიდა. ხო, დააგეძა ეხა კაცი. მაგრამ არ წასულა, ხო? არა, საფაგე ხა მარტო მაგრამ როგორ მოხდა? ორი კაცი თუ დარჩება ნაციონალურ მოძრაობაში, ერთ-ერთი იქნება ბატონი ვახტანგი. აი ესეთი ადამიანი უნდა იცნობდეთ რა. ეს ანუ პირდაპირ ტერია კალაძის რა, ტერია. ჩაწერეს. მაგრამ მოტყუი რაღაცა უთხრეს, ხო? რაღაც უკრაინულ პრესიდან. უთხრეს, ხო, უკრაინის ტელევიზიიდან ვართო და უბრალოდ რას ფიქრობთ, რა არის საჭირო დედაქალაქში, რას გააკეთებდით და ასე შემდეგ. და მოაჭენეს ჩემი ხმა კახი კალაძეს. რატომ ზაალიძე მინდა გითხრა, მე რამდენიმე სლოგანით შემიძლია შემოგთავაზო კარგი ბატონო. ზოგადად პოლიტიკოსებს ყველას გიყვართ სლოგანები. ვის უფრო კაი სლოგანი აქვს, ამაზე მიდის ძალიან დიდი კონკურენცია, ხო არის? აი ესეთი მაგალითად, მეტი ზაალები, მეტი აალებით. უფასო გაზი ყველა უჯახს, სიტყვაზე აალება, ნუ აკავშირებ. რატომ ზალიკო უკეთესი არ იყო? აირჩიე ზალი, გაითენე ხვალი. ცუდი ხუმრობა ეს. რაღაცები წავა ზალი. შემოხაზე 5 დადებიჯო 5. ანუ აქ უკვე რა არის? თან ხაზავ, თან 5 საკონტროლებ, რომ არავინ რამე გაყალბება არ მოხდეს. მივალ ზალი. კი ბატონო. კარგი, მოდი გადავიდეთ მთავრობის მიღწევებზე. ხშირად გამოდიხარ, ხშირად სულ გამოდიხარ და ამბობ, რომ მთავრობას მიღწევები არ აქვს. აი რატომ მაგალითად ხო ბევრი რაღაცა ხო გააკეთეთ ახლა. რეალურად. არა, ეხა ისე რომ არაფერი არ გაკეთებულა, ნამდვილად არ არის. ეხა რეფორმებს ატარებენ, ეხა მაგრამ აი ბოლო რეფორმა შემიძლია მოვიყვანო, საგზაო უსაფრთხოების ზომები ხო გაამკაცრეს და ბევრს მოეწონა, მაგრამ ნუ აქაც ხარვეზე აღმოჩნდა სერიოზული, ნუ რაღაცა უნდა მოიფიქრო, მაგალითად. ეს არის რადარები რო დააყენეს მთელ საქართველოში, აღმოჩნდა რომ 500-1000 შაშანდელი მონაცემების მიხედვით საქართველოს მოქალაქე არ ფიქსირდება. ანუ და ამ 500-1000-ში რა გულისხმობ? 500-1000 ნაციონალს. ვინაიდან ჯარიმა ჯერ არ მისვლია. ჯერ არც ერთი ჯარიმა, არც ერთ ნაციონალურ მოძრაობის არათუ პარტიისებს ხარდაჭერსაც არ მოსვლია და რატომ? რატომ? ჩვენ ხო რადარებზე არ ფიქსირდებით. ხო და ეს გაეპარათ და ალბათ ნუ დასაკორექტირებელი იქნება, რამას მოიფიქრებენ ალბათ რა. კაი, ეგ გავიგე. ნუ ნახევრად გააკეთეთ. კაი, მერიას რა, არაფერი არ გაუკეთებია მერიას. არა, მერიაშიც ეხა არ ვიქნები ობიექტური, თუ ვიტყვი არაფერი გაუკეთებია, ეხა რაღაცები ინერციით გაკეთდა და ნუ აი მაგალითად, ეხა ნარმანიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი რაც გააკეთა, არის ის, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტი თანამშრომლებში მნიშვნელოვნად გაზარდა. იმით რომ რეალურად გააუქმა მერიაში სამსახურეობრივი რომანი. აი რომანი კი არა, ფლირტია, ისიც აღარ არსებობს. აი ეს ზედმეტად არავინ თავს არ გააყოლებს. რატო? ეხა იქ ხო ერთმანეთის ყველა ნათესავია. პრაქტიკულად და შეუძლებელია. და მთელი ენერგია მიმართულია საქმის კეთებაზე. არა და უნდა ვაღიაროთ, ჩვენ დროს იყო. თან ახლა ნარმანია მიდის. ჩვენ დროს იყო. კეთები დაკეთებული, მაგრამ გზად რაღაცები უფუჭდება. თან მაგალითად ეხლა გდანში ამ მიკროში ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატია მიშა კაკაურიძე, უბრალოდ ჩაუარა სტადიონს და ხა თვალით დაინახა, რომ არის დახრილი მოედანი, სტადიონი. ანუ აღმართიცა და დაღმართის თვალით. ეს იყო Facebook live გააკეთა და მოიტანა თარაზო, აი დიდი თარაზო. ეხა თვალი რო დაინახავს, რომ დაღმართია თარაზოს რა დაემართებოდა, წარმოიდგინე რა. სტადიონი რა დაღმართი, ეხა ნუ გაკეთდა, მაგრამ ვერ გაკეთდა ეხა. ანუ სტადიონზე დაღმართია? ნუ შესაბამისად დაღმართიც რა. კარგი, მოდი მაშინ ნუ მთავრობის კრიტიკა თქვენ ნუ გამოგდით, კარგად მესმის. მაგრამ აგრეთვე აკრიტიკებთ ევროპულ საქართველოსაც. ერთმანეთს აკრიტიკებთ, ხა წინა კვირას ისეთი გამოსვლები ქონდა, რა ვიცი ახლა, რა გითხრა. ახლა არ მოგწონთ კეზერაშვილი, ხო? აი
უბრალოდ გადავწყვიტე რომ სიმართლე ვისაუბრე, არაფერი კრიტიკის შემცველი. ნუ გაჩვდები. ევროპულ საქართველოზე გამახსენდა, ესე იგი ესენი ხო თან წავიდნენ, რაღაცები წაიღეს, წავიდნენ, მაგრამ ნუ თან სადღაც ამბობენ რომ ნუ ერთნი ვარ თვითონ ეხა ჩვენ სხვა ნომერი გვაქვს, საარჩევნო სხვა ნომერი და რეალური ამბავია, იგი ეფიცებით, აი რეალური ამბავია საგარეჯოში. ხო. ურეკავენ ჩვენს ძალიან აქტიურ მხარდაჭერს. ვინები ესე ევროპული საქართველოსთან ურეკავენ და ეუბნებიან ალო. ეხა იცით ხო თქვენ რომ ჩვენ რო გავიყავითო და ისე ეუბნება ხო გავიყავით. ხო და თქვენო ჩვენსკენ მოხვდითო. აგიზდა, აი უნდა იცნობდეთ ოფილის სკოლის დირექტორია ძალიან ისეთი სოლიდური ქალბატონია, შეწუხებულ უნდა გადმოგვირეკა მე და ხდება ესეთები. ჩვენსკენ მოხვდით რა. ხო აი ნუ ჩვენსკენ მოხვდით რა, გავითვალეთ პირველი მეორე ესე რაღაცა და ისენეს მე ესე კაი. და ის გალით მიდის და იქითკენ არის ხო? აი ქუთაისზე გადავიდე, გრიგოლ ვაშაძე ერთ-ერთი ძლიერი კანდიდატი ყავთ ქუთაისში. ნუ გრიგოლ ვაშაძე ერთ-ერთი არა თუ ძლიერი, ასეთი კანდიდატი ქუთაისში აყოლე. სპორტს ტოვებს თუ ეხლა რამდენიმე დღის წინ იყო დებატები ერთ-ერთ ტელეკომპანიაში, სადაც ნუ ყველა კანდიდატი დგას ერთ-ერთი ბატონი გრიგოლი და ქართული ოცნების კანდიდატს ეუბნებიან რომ აი თქვენ მაგალითად 100 კაციანი სამსახური ნაციონალების დროს გახადეთ 900 კაციან ასე თქვათ ორგანიზაციად. და ნუ იყავთ დასაქმებულები, ნათესავები, მეგობრები, აქტივისტები და რა უპასუხო? პირდაპირ ეთერში უპასუხა ჭიღვარია ის ქართული ოცნების კანდიდატი. რას ლაპარაკობთ 900 აქტივისტი და თანამშრომელი და ისე ნათესავიო. ხვალე გადმოგიგზავნითო სიასო 200 აქტივისტზე მეტი არ დაგვისაქმებია. პირდაპირ ეთერში პოლიტიკურ დებატებში. აქტივისტები რო ყავს. ალა გულახდილა თქვა რა 200-ზე მეტი არ ყავსო. არა და 900-ზე მეტი არ მუშაობს. ის სამსახურში. კარგი, მოდი ესე ვთქვათ ახლა, ნუ ძალიან მალე არჩევნები. 21 ოქტომბერი. რა პროგნოზები გაქვთ, რას აპირებთ? რა არის თქვენი გეგმა? და სერიოზულად თუ შეგვიძლია. მე ვფიქრობ, რომ ძალიან რეალური შანსებია, იმიტომ რომ ქვეყანაში ბევრი რამე შეიცვალა, ყველაფერს უკვე ატყობს თვალნათლებ და რაც უფრო ბევრს ვივლით, ბევრს ვისაუბრებთ. ანუ ესე გზალიკო დაღალეთ. რაც ზალიკოს რო დადივარ ეუბნებიან. ცივნიავს არ ვაკარებდით. ცივნიავს. როგორ გახტიო? ზალიკოს ეუბნებიან, ხა პრინციპში არასოდეს არ ყოფილა, ხო, ხა მოსიმა. მე მივხვდითო ტელე ეკრანი ხო 7 კილოთი მეც გაჩვენებს და ეხლა ზენო ხა კი გახდა ეხლა, მაგრამ არა ისე რომ აი პირველი ეუბნება ზალიკოშვილო როგორ გახტი და ნუ აი რაღაცა თანაგზნობა აქვს და იმედია ესეც იმუშავებს კონვერტირდება ხმებში. გასაგები მაგრამ შეც გახტი, ხო, რამდენი კილო დაიკე? კიდე კარგად ავა. გეზერაშვილების ხელში. არა, მართლა რამდენი კილო დაიკე? 14. 14 რომ გეტყობა უკვე 14 ხარ შენ მაღალი კაცი ხარ ახლა მაღალს ცოტა ნაკლებად ეტყობა მაგრამ გეტყობა აშკარად ახლა რომ შეთვალით და ამბავით რომ შეგხედეთ ესე იგი მე ჩვენ საუბრის ბოლოს ნიკა მინდა თქვენი ესეთი ამომრჩეველთან შეგახვედროთ თქვენ ხო ეს მოგაცდინეთ ახლა კარდაკარმა ყოფილიყავით რომელიღაცა ოჯახში გასაგებია ის მაგრამ აქვე მოგიყვანეთ პირდაპირ ამომრჩეველი და აქვე შეგვიძლია რომ გაგესაუბროთ, ხო შეიძლება ბატონო? სიამოვნებით, ხო? კი. კარგით, შეგიძლიათ შემობრძანდეთ უკაცრავად. შეიძლება? ასე შევიდეთ, ხო, როგორ მიყვარხარ? აბა როგორ ახარ? სამუნა როგორ ახარ? რა კარგი ხარ? გამარჯობა დაბა, როგორ ახარ ნიკა? გენაცო გამარჯობა ვანო. მაიმი აი არ ვიცი რა, გიждები თქვენს რამდენჯერაც აქ მოვდივარ, წნევა მირეგულირდება, გჯერათ ამის. რატო წნევა რატო? გეური ისეთი აურა, კარგი როგორ ხართ აბა? ხო, გასაგებად გამოიყურებით. მადლობ. წითლებში და. ჩემი, ხო იცი რას ვეძახი მე ნიკას? ჩემი ნაციონალების ჟანმარე. არა, იმიტომ რომ საკრებულოს მომავალ თავმჯდომარეს ახლა ფანტომას ხوارდა. ძალიან მიყარგარ შემოკარგო ძა. აი მოგიხდა ეს დაკლება შემოკარგო ძა. და ვანო მე რას ვამბობდი რომ შეუცვლელი არავინ არ არის ამ ქვეყანაზე. წავიდა უგულავას დიეტა, მოვიდა ჯუკანის. ეს არის ჭეშმარიტება, კი. შემოგავდა, ეს არის და თქვენ რო გაიმარჯვეთ ახლა ჩემო ნიკა, მე მაგაში ეჭვი წარმეპარება. რაზეა საუბარი? ბოლო-ბოლო შენ და ზალიკო
და ადამიანები დადიხართ კარდაკავ. მართლა ჭკუად მყოფელი უნდა იყო ადამიანი, რომ ეხლა ამ ხელა ორი ულამაზესი ეიფელის კოშკი რომ მოგიკაკუნებს კარებს. როგორ უნდა არ ვიცი, გასვლო რომ არ შემოხალხო ორივე ერთად. ეს არის. ოჯახში როგორ ახარ? არა უშავს, მადლობა. მამა მომიკითხე. აუცილებლად ღელავს განიცდის. ანზორი ძალიან მიყვარს მე. ძალიან მიყვარს ანზორი. მე 64-ში ბრმანაწლავის ოპერაცია. ანზორის პროტექციით გავიქცე შორის. ამოიჭერით? არა, სათვალე ჩავუყენე, აბა რა სიზარ. მე ერთ-ერთი რაღაც მაშინებს რომ არჩევნების მერე ცხეთის მოსახლეობა არ გაცივდეს, მეტი არაფერი. ცხეთის მოსახლეობა რა შუაში? ხო, არა, იმიტომ რომ ეგრო წავა, ნორმალია რო წავა, თბილისი ხო ამოისუთქებს და ეხა ერი ცხეთისკენ არ დაუღე რა. ხო. აი, ხო დავანებო მაგასთან ის მომიკითხე მაგ თქვენთან რომ ძალიან მიყვარს, რა ქვია. მე ხო სახელებში ვერა ვარ. ვინაბა? ნაციონალი იაკუბოვიჩი. ვაშაძე გრიგოლი. როგორ მიხება? აი ეგ არის ინტელიგენტი ადამიანი, ჩემგო და ძალიან სწორი ქენით. ნიკარო, ეგ წარადგინეთ ქუთაისში, იმიტომ რომ ქუთაისიდან ყოველთვის ხდება ინტელექტის გადინება და ერთხელ ჩადინებაც ხო უნდა იყოს. მე მოგიტოვა. ის თქვენთან არის კიდე რა ქვია? მეორე იაკობოვიჩი? არა. ფლირტის ის რო აქვს, რა ქვია, სახელი და მეტროსადგურის გვარი. რომანი კოცილიძე ხო? როგორ მიყვარს? აი მე ახლა რაღაცას ვიტყვი, მომკლავს ალბათ იქ რო შეხვდება, მაგრამ მაგას ხვიც მომწონდა. ო, ახალ გაზდობაში გიждდებოდა ჩემს ხვები ცხოვრობდა რომანი მაშინ ახლა ხოდა. მომკლავს ახლა, მაგრამ რა ვქნა უნდა მოვყვე. რა ვქნა ახლა ხო? არ დამავიწყდება ნიკა? ვალენტინობაზე მაჩუკა რიჟო. ხოდა მაგ პერიოდში ჩემი სადაქალო და ეს სამეზობლო იზაურას ჩემთან ვუყურებდით ხო. დენი რო ჩაქრებოდა, რომანი ამოვიდო და ამოხოქავდა ამ რიჟოს გავიდო. აი ჯელტმენი. ესეთი ჯელტმენები ჭირდება ქვეყანაში ჩემო კარგო. ეს რა მაგის პასუხი ნიკა, სააკაშვილს უყურე იმ დღეს? ძალიან. მე არ ვიცი, მე ნერვიულობ, მაგრამ ასეთი გაქანება არა, ხოთავქარიანია, მაგრამ ძალიან ჩემია მიშა. ძალიან ჩემია, სხვათა შორის მე რომ მიშას უყურებდი იქ საზღვარზე რო იდგა, თვალზე ცრემლიც კი მომადგა, ჩემო ბანო, ჩემო ნიკა. მეც ხო წამართვეს ვაკის მოქალაქეობა. რას ქვია წაგართვეს, ოდის აი ეს ახალი ამბავია. კი ბატონო, რანაირად წაგართვეს? რანაირად და ესე ქორწილში ვიყავი, ჩემო კარგო, ნათესავის ქორწილში ვიყავი და უბრალოდ ინტერესის გულისთვის შემთხვევით გავსინჯე ხარჩო. და ვიღაცა ჩანერგილმა დეგენერატმა გადამიღო და გამოაჩინა და ეგ არაფერი მაგისტანები გადამიტანია ეხლა აპროპოდება. ეს სასამართლო ჩემი ახლობლები არის. მოკლედ, ჩემო კარგო, ია ბალეიოს ზაბას. თქვენ გაიმარჯვებთ, მაგაში ერთი არ მეპარება, ია ბალეიოს ზაბას, ერთ-ერთი ფულს ვერ შემოწურა თქვენ პარტიას ახლა, რა ვიცი, ხატი და სანთელი თუ გაქვს ვიყიდით. კალიბარ არა, ხო, მოკლედ, რა ვიცი, წავედი ახლა. კი ბატონო, მადლობა და არ გაგიცნობ. გადავწე მოგითხრას ბატონ რომანს. კი, გადაეცით მოგითხრა და წავედი ახლა, მოკლედ, მადლობ ახლა სახში უნდა მივიდე, ხო იცი, მაშინ რა ქვია, აბანოში მილი გასკდა ჩემთან და 7 საათზე გუგავა მოვა და უნდა მივიდე. ხო, აბა. კარგად შემოყარდო, მოცი, გეფერები, კარგად ამ უნდა წარმოგდგა გამოიყვანო. ნიკა, კარგად მინდა გისურვო. არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მინდა უსურვო თქვენ და მთელ საქართველოს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და რა ვიცი, კიდე გვეწვიეთ გადაცემაში სტუმრად. სიამოვნებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგ ხასიათზე მოვიდეთ კიდევ უფრო, ვიდრე დავდიოდით ადრე. უღრმესი მადლობა ჩვენი სტუმარი იყო ბატონ ნიკა მელია, მადლობა. ტელემაყურებელო, ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვთ და ერთმანეთს შევხვდებით ერთ კვირაში იქით პარასკევს. გადაცემის დასრულების შემდეგ იწყება ქერის უბნის ახალი სეზონი, აუცილებლად უყურეთ. მე ახლა უნდა გავიქცე, თორე გუგავა მოვა.